ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო აქტიური მოქმედებები კუბის ფაქტობრივი დაპყრობის მიზნით. ევროპული კომპანიები ამ თვეებში სასწრაფოდ ტოვებენ კუბას და სწრაფად იშორებენ თავიანთ აქტივებს კუნძულზე. ამ დროს კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას კანელი გამოვიდა სასწრაფო მიმართვით, რომელშიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებს სასწრაფო დიალოგისკენ მოუწოდა. საქმე იმაშია, რომ მანამდე თავად ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ კუბას მიხედავს როგორც კი ირანთან დაასრულებს. მაგრამ იმავე დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციების დაწესების შესახებ კუბის პრეზიდენტისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირების მიმართ. ამასთან ეს სანქციები თითქოს არც ისე მკაცრია, მაგრამ მათ არამხოლოდ კუბის პრეზიდენტის გარემოცვაზე, არამედ ევროპულ კომპანიებზეც მოახდინეს გავლენა. მანამდე აშშ-ში მხოლოდ გაამკაცრა კუნძულების ბლოკადა. მათ არ გაატარეს რუსული ტანკერიც კი ნავთობპროდუქტებით. და უკვე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მათი აზრით კუბაზე ღრუბლები იკრიბება იმის გამო, რომ აშშ-ში კუნძულზე სამხედრო თავდასხმას გეგმავს. ზუსტად ამ წლის ნოემბერში კონგრესის არჩევნების წინ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად დავნიშნოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. დაატოვეთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. ბული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. აშშ-მ შემოიღო ახალი სანქციები კუბის ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ არა მხოლოდ ხელისუფლების, და აქ საჭიროა დეტალურად გავარკვევთ. სანქციები, რომლებიც ხუთშაბათს შემოილეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას კუნძულის წინააღმდეგ ზომების გაფართოების შესახებ, ატინავს ქონებასა და ანგარიშებს კერძო პირების აშშ-ში. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას კანელს, მის მეუღლეს და კიდევ 3 ადამიანს. აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნა, რომ სანქციების ქვეშ მყოფი პირები, ციტატა, ხელმძღვანელობენ რეჟიმს ან აფინანსებენ მას. ასევე მის ძალისხმევას რადიკალური რევოლუციური მოძრაობების მობილიზაციისთვის, შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში. ამ ნაბიჯმა ჰავანაში მყისიერი დაგმობა გამოიწვია. პრეზიდენტმა დიას კანელმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური სიბრმავეა, ციტატა. ეს ემატება ბოლო კვირებში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიღებულ სადამსჯელო ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს კუბელი ხალხის დაზიანებას. სანქციები ასევე შეეხო ალეხანდრო კასტრო ესპინს, რომელიც კუბის ყოფილ ლიდერის რაულ კასტროსა და ვილმა ესპინის ერთადერთი ვაჟი. ის იყო კუბის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომისიის მრჩეველი და სხვათა შორის იმყოფებოდა იქ, როდესაც რაულ კასტრო ხდებოდა იმდროინდელ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჰავანაში. ისტორიული შეხვედრის დროს, 2016 წლის მარტში. სანქცირებულთა სიაში შეტანილია კასტრო ესპინის ვაჟიც, რაულ ალეხანდრო კასტრო კალესი. ხოლო ხუთშაბათს მიღებული ზომები, რომლებიც მოჰყვა ტრამპის მიერ კუნძულის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ბრძანების ხელმოწერას, ითვალისწინებს ამ პირების საკუთრებისა და საბანკო ანგარიშების გატინვას აშშ-ში. აქ კვლავ გაურკვეველია, რამდენად არის მათი ფინანსური ინტერესები რეალურად დაკავშირებული ამერიკულ სისტემასთან. რადგან საკმაოდ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაგალითად კუბის პრეზიდენტს და სხვა ფიგურანტებს, მაგალითად ჰქონდეთ აქტივები ან საბანკო ანგარიშები ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა ახალი სანქციები შემოდის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან კუბის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების მუქარის ფონზე. მას შემდეგ, რაც იანვარში მან ვენესუელაში ნიკოლას მადურო დაამხო და ენერგეტიკული ბლოკადა შემოიღო, კუბისთვის ნავთობის მიწოდება გადაკეტა. ამ ბლოკადამ წელს გამოიწვია მძიმე ელექტროენერგიის გათიშვები, საკვების ნაკლებობა და ეკონომიკური კოლაფსი მთელ კუნძულზე. ამ უქარებმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში აშშ-ში გამოაცხადა სისხლის სამართლის ბრალდებების წატენება რაულ კასტროს წინააღმდეგ. ამიტომ ბოლო სანქციები შეიძლება ჩაითვალოს როგორც ინტერვენციისთვის მომზადებად, ან როგორც ზეწოლის გაძლიერებად კუბის რეჟიმზე, რათა აიძულონ ისინი შეთანხმებაზე წავიდნენ. ამასთან ტრამპის და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს რიტორიკა შეიძლება მიუთითებდეს როგორც პირველ, ასევე მეორე სცენარზე. და აი როცა ხუთშაბათს უპასუხა კითხვას, მიმართულია თუ არა სანქციები კუბის დაშლის დასაჩქარებად, ტრამპმა განაცხადა, ციტატა: ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ მათ ნორმალურად მართული ქვეყანა გქონდეთ. ქვეყანაში იმშილობს, არ აქვს ენერგია, არ აქვს ნავთობი, არ აქვს ფული, არაფერი აქვს. სამაგიეროდ მას შესანიშნავი ტერიტორია აქვს. იქ შეიძლებოდა ყოფილიყო მშვენიერი კურორტები. კუბა უკვე გარკვეულწილად დაინგრა. ჩვენ ამით მაშინ დავკავდებით, როგორც კი ირანში სამხედრო ოპერაციას დავასრულებთ. მე მიყვარს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება.
მაგრამ უკვე რამდენიმე საათში ამ სანქციების შემოღების შემდეგ გასაგები გახდა მათი მასშტაბი და გასაგები გახდა რატომ შემოიღეს ისინი. ევროპული კომპანიები ესპანური სასტუმროებიდან დაწყებული გერმანული და ფრანგული საზღვაო კომპანიები დამთავრებული სასწრაფოდ წყვეტენ თავიანთ საქმიანობას კუბაზე და ჩქარობენ რომ გაკიდონ თავიანთი ქონება კუნძულზე. ცნობილია რომ ყველაზე მეტად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდნენ ესპანური სასტუმრო ჯგუფები მელია და იბეროსტარ. წლების განმავლობაში მდიდრული კურორტები, რომლებსაც ისინი მართავდნენ კუბის პლაჟებზე, მათი ასეთი გლობალური პორტფელების მარგალიტი იყო. ანუ ობიექტურად მელია, იგივე ესპანური კომპანია, მართავდა კუბის უამრავ სასტუმროს და ეს იყო მისი ძირითადი აქტივი. მაგრამ ეხლა კომპანია კუბაზე ყველა სასტუმროს თავის მმართველობიდან იღებს და ცდილობს რაც შეიძლება მალე გატიდოს ისინი. საქმე იმაშია, რომ აშშ სანქციები შეეხო არამხოლოდ კუბის პრეზიდენტს და მის ხალხს. სანქციებმა ასევე შეეხო უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ კუბის სახელმწიფო სტრუქტურებთან, განსაკუთრებით სამხედრო კონგლომერატთან, GAES-ა. აქტივების გატინვისა და აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გარიცხვის რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. ევროპული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ სექტორებში, როგორიცაა საზღვაო გადაზიდვები და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, თუნდაც ალკოჰოლის წარმოება, ახლა სასწრაფოდ ცდილობენ გაასხვისონ თავიანთი აქტივები კუნძულზე და სწრაფად დატოვონ იგი. მაგალითად, ჯერ კიდევ მაისში ფრანგულმა გიგანტმა საზღვაო გადაზიდვების სფეროში CMA-CGM-მა შეაჩერა თავისი ოპერაციები კუბაზე და აღნიშნა, რომ ამ კომპანიაზე მოდის თითქმის 9.5 კუბის საზღვაო გადაზიდვების მოცულობისა. და ეს არის ახალი სანქციების არსი. ვაშინგტონის მიზანია გაწყვიტოს პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში კუბასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირების საფუძველი იყო. და აშშ-მ დაართა კუბის სამხედრო კომპანიას GAES-ს. ეს არის ჩრდილოვანი მეგა კონგლომერატი, რომელიც აკონტროლებს კუბის ეკონომიკის დაახლოებით 40%-ს და ფაქტობრივად ეკუთვნის პრეზიდენტს და მის გარემოცვას. სახელმწიფო საწარმო, რომლის ფინანსებიც მკაცრად გასაიდუმლოებულია, მართავს კუბის საბანკო სისტემას, ავტოგასამართ სადგურებს, სუპერმარკეტებს და რაც მთავარია, ტურისტული სექტორის დიდ ნაწილს. კუბაზე სასტუმროების ნახევარზე მეტი ეკუთვნის GAES-ას შვილობილ კომპანიას, GAVIOTAS. და თითქმის ყველა მათგანს მართავენ უცხოური სასტუმრო ჯგუფები, მაგალითად ესპანური მელია. და ეხლა ისინი ყველა ტოვებენ კუნძულს, რადგან აშკარა გახდა, რომ ეხლა უკვე შეუძლებელია მუშაობა GAES-ასთან. ეს საშიშია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მაგალითად, თუნდაც ცნობილი რომი ჰავანა კლუბი, დარწმუნებული ვარ ყველა მნახეთ, იწარმოება ფრანგული სასმელების გიგანტი პებნო რიკარისა და სახელმწიფო კუბური კომპანიის კუბარონის ერთობლივი საწარმოს ფარგლებში. ეხლა ეს რომი შეიძლება უბრალოდ აღარ იყოს, რადგან ფრანგები სწრაფად ტოვებენ კუბას და ამბობენ, არა, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ კავშირები კუბურ კომპანიასთან. და მხოლოდ ამის შემდეგ კუბის ხელისუფლება მოულოდნელად დიალოგისკენ მოუწოდა. მაგრამ მათთვის დამახასიათებელი მანერით, ქვეყნის პრეზიდენტმა მიგელ დიას კანელმა განაცხადა, ციტატა: ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი აუცილებელია. ბევრი საკითხია, რომლებზეც ჩვენ ღია ვართ. მაგალითად, ამერიკული ინვესტიციები კუბაში, ამერიკული კომპანიების მიერ ბიზნესის კეთება კუბაში. მაგრამ კუბა არ აპირებს განხილოს შესაძლო ხელისუფლების შეცვლა კუნძულზე და ურჩევნია ყურადღება გაამახვილოს ეკონომიკურ საკითხებზე. მაგალითად, განიხილონ კუნძულის საზღვაო ბლოკადის შემსუბუქების შესაძლებლობები ამერიკის მხრიდან. და რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამ ისტორიაში რუსების გარეშე, რომლებიც ყველგან ყოფენ თავიანთ ცხვირს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ციტატა: კუბაზე ღრუბლები იკრიბება. იმის გამო, რომ აშშ გეგმავს ძალიან და ძალიან საშინ ნაბიჯებს კუნძულის მიმართ, ამ წლის ნოემბერში კონგრესის არჩევნებამდე. და აი ლავროვის აზრით, კუბის წინააღმდეგ ოპერაციის მეშვეობით. თეთრი სახლი შეიძლება ეცადოს დაამტკიცოს რესპუბლიკური ადმინისტრაციის წარმატებულობა, სწორედ არჩევნების წინ. საერთოდ როგორც არ უნდა იყოს, აშშ რეალურად კუბას კისერზე ხულფს სულ უფრო მეტად უჭერს. ცხადია იმ იმედით, რომ სამხედრო ოპერაციის გარეშეც კუბა დაეცემა ან წავა ისეთ დიალოგზე, რომელიც ვაშინგტონისთვის მისაღებია, აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დააჭირეთ ზარს.
თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ბულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. მოუფრთხილდით თავს, ყველას ნახვამდის. გაგრძელებ.